გამარჯობა მეგობრებო, დღეს გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი, ახალი ეპიზოდით და დღეს გვექნება თემის unboxing. ისე თუ გიფიქრიათ, რა შეიძლება დავარქვათ ამ პროცესს ქართულად, unboxing-ს. ჩვენ მეგობრებო, განყუთვაო, მაგრამ ეს სიტყვა იმდენად რთული გამოსათქმელია ჩემთვის, ჩემი ვერბალური აპარატისთვის, რომ ვფიქრობ ისევ unboxing-ი ჯობია, თუმცა არც unboxing-ი ხატავს შეიძლება ითქვას. კაი, მოდი ვითომ გავითამაშეთ. გამოვშვი. ხო, მადლობა. მოგეთ, მეუღლემ თავისთვის, ოჯახისთვის რაღაცები შეარჩია. საკმაოდ დიდი ფუთა ჩამოვიდა. მოგრაჭეჭინოს. ხო და თითქმის არ ვიცი, ერთი-ორი ნივთი ვიცი, მეგონი რომელიც შეჩოშე დავეხმარე მეუღლეს რაღაცა, რაც მოდი გვეხებოდა ბავშვისთვის, სხვა არ ვიზე არა, რა გამოიწერა. დღეს დღე ამას ველოდებოდით, ძალიან გაგვიხარდა რომ ჩამოვიდა, თან კაი ხნის წინ გამოიწერა, თვითონაც არ ახსოვს და თემა არის, რომ მე გამყუთავ თუ unbox-ებ, როგორც გინდათ და თუ გამოვიცნობ რა როლს თუ რა ფუნქციას ასრულებს ესეთის ნივთი. ხო, დავიწყოთ ახლა ჩვენ და ალბათ უნდა გავგლიჯო. რა თქმა უნდა, მაგატელი ოჯახში ვერ მოვიძიეთ. შენახულია ყველაფერი ლილიკოს გამო. რა? შენახულია ყველა მაგატელი ლილიკოს გამო. ხო, ეგ პატარა ქალბატონი რაღაც. ეს უფრო ცოტა ხომ გზაზე გადავდა და ახედა რა მოიგოთ ხოლმე. პირველი ნივთი Oh my god. ეს ალბათ საწმენდას უკავშირდება, ხო? სისუფარის. აბა ნახოთ. ნუ ხო ეს რაღაც ტილოს მაგვარი. აუ ეს ხო ცალკე მოყვა. აქ კიდე სამი ცალდიოს, ან 6 წელი გვაქვს. და ჯოხით მოდი გავხსნათ. ალბათ ესე, ეხლა არ გავაფუჭებ და მე ალბათ სარკისთვის. რა სარკის სტატმენტი? აბაზანის შუშების. აბაზანის შუშების სტატმენტი. ნუ ახლოს ვიხავ. ხო? ძალიან კარგი. ეს რა თქმა უნდა დავუბრუნდ უკვე. ერთად ჩვენი პირველი ნივთი გადავიდეთ შემდეგზე. მოვხეკო, ხო? ეს არ შეიძლება? არის რაღაცებაც პედრინთებია. ამას მართლა ველოდი. ეს არის ჩვენი ქალბატონის ბოთლი, რომელიც ისე არის შეფუთული, თუ არ გაგვლიჯე. ქვემოდანაც შეიძლება. ბოთლი ყუთი არ გინდა. პაკი ჩემ დავჭირდეს. სუნია ეს არ აქვს ცუდი, ქვემოდან აქვს რეზინი. ალბათ რომ არ გასრიალდეს მაგისთვის. და იდეაში თერმოსია, ხო? დასალევადაც მეგონი კომფორტული იქნება. მოგლიჯით ალბათ მე მოგლიჯავს. თავისი საწყობიც მოყვება. შიგნიდან უჟანგავი მეტალია. მეგონი ეგ არის. დავიას ბოთლი. და ძალიან ლამაზია. ხო, იდეაში რასაც მომეწონება, ხო, იმათ სულს გამოვაჩენ. ან ყველა სულს გამოვაჩენ და ჩემსაც გეტყვით. მოგეთ ამას მივცემდი approve. ესე ვთქვათ, რომ ეს კაი ნივთია, ფასი რაღაცები არ ვიცი, მე სკრინებს ჩავაბატებ და იქ ნახავთ. ეს ძირს ხوار დავანდებ ახლა ბავშვისა. იდეაში ეს ბავშვის არის ძალიან სერიოზული ამბავია რა. როცა შვილი შეგვეძინა, რაც არ უნდა ყოფილიყო და პროსტა წინ ბავშვი ეწეროს, ხო? 2-ჯერ, 3-ჯერ, შეიძლება 10 ჯერ ვიღებთ და თუ ყიდულობ რაღაცას და ვინმე მოვიდე და გითხო რომ აი ზოგავთ ფულს, ეს ხო ბავშვის არის. გქონდა ეგ შემთხვევა. კაი, გადავიდეთ შემდეგ ნივთზე. ისეთი შეფუთვა აქვს, რომ მეგონი ბავშვის არ უნდა იყოს. აქ არაფერი. მერტო ჩემ.
ეს არის ხსნება? კაი, მოდი ამას არ გავხსნით, თორემ ასე გონია რომ უნდა გავტეხო. ეს რა უბედურებაა? ინსტალაციის ინსტრუქციაა და გავიგე, ცოტა უფრო დიდია. ანუ ფართოვდება და ესე დგება და მივხვდი, მე მგონი კანადის ქვემოთ ვარ შეგორდეს სამი, მაგის საწინააღმდეგოა, ხო? არა, უჯრების ორგანიზერია. უჯრების ორგანიზატორი. კი ბატონო, ეს ჩვენთვის საინტერესო ნივთი არ არის ნამდვილად. იმიტომ რომ ჩემი და ჩემი მეუღლის ნანუკას უჯრები რო ნახოთ, ძალიან დიდი სხვაობაა ამ უჯრებს შორის. ხო, მართალია თუ მაგალითად მე ერთი უჯრა მაქვს, მეუღლეს 10 უჯრა აქვს, ეგეთი თანაბადობა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ სჭირდება. რა თქმა უნდა, დღეს ხო დიმაზე დაძინება არ მინდა, ასე რომ სჭირდება. აბსოლუტურად მართალი ხარ. კაი, ესეც მაინც ისეთი თვალ შუშა თქო ვერ ვიტყვი, მე მგონი კარგი პლასმასია და ალბათ თავის როლს შეასრულებს დავდოთ ზემოთ. ინსტრუქცია მაინც რა, მე ჩემი სიტყვები გახდეს. მოვიქეკოთ. კიდევ ერთი საწმენდი საშუალება მოიცა გავხსნა რაღაცა შენ როგორ იხსნება, როგორ შეფუთეს. იმ ჩინოს ვენაცვალე, ვინც ესე გულმოდგინედ შეფუთა. სუნი აქვს რა, ვაგზალზე შეხვდებით ესეთ სუნს, ცუდ-პონჩი არა, ახალი ნივთს ვაგზალზე ნახით ახალი ნივთს სუნი აქვს. შეიძლება ფეხსაცმელსაც არ ეგეთი სუნი აქვს და ფეხსაცმელთან ხო არა დაკავშირებული რა. ფეხსაცმლის საწმენდი? ეგეც შუშის საწმენდია. ესეც შუშის საწმენდი. თან 2, 4, 5, 6 წამი. ვერ გამოვიცანი? ეს შეგვიძლია. მიყვარს ეს შეგუთრებით, რომ ამაში შეიძლება რაღაცა ელექტრონული იყოს. მარკერი. ვიცი? მეტალი. მართლა მარკერია. ნორმალს არ წერს. უკანად აქვს მაგნიტი. რაღაცა. ჩემი ხედულებით ამას ვერ გითხულობ. Shake the pen body. და მე რაღაც ჰაერის გამოთავისუფლებაა. არ ვიცი, არ მუშაობს. მარკერია, რა ვიცი, საწერი მარკერი. საწერი მარკერი არ არის. მარკერია ოღონდ მეტალის. მეტალის მარკერი რას ნიშნავს? შავი ონკანებისთვის. პატარა ნაკაწრი თუ აქვს, ისინი შეიძლება. ახლა ეს მუშაობს შავდან გამაგრებას? ხო, არ ვიცი, რაღაც დააჭირო და ვერ გავიგე. კაი, ამას კიდევ ერთი სტიკერი, ალბათ ღრუბლები. მე თუ არ დაგვეზარება ამ სტიკერების გაკვრვის ვიდეოსაც არ ამგონია აქ, მაგრამ ერთ-ერთ ვლოგში ნახავთ. ან ვერ ნახავთ. რა ვიცი. მოგეთ კარგია? ხო, და თუ გაინდათ რომ ნახოთ. ეს ან რამე ახალი, ხო? გამოიწერეთ ჩემი არხი, ლაიქსაც დააჭირეთ და კომენტარსაც თუ დაწერთ კიდევ უკეთესი. აუ, ზარიზღლა კი ვაფშე მაგარი ამბავია რა. კაი ფუნქცია. ორ ნივთია უკაცრავად. ეს ის არის რაც აღარ მეგონა? იგივეა. ესეც იგივეა? ესეც ორგანიზერია? კი. მაგალითად, თან ორგანიზერი არ მაინტერესებს. ეს
სხვათა შორის რამოდენიმე დღეს გამოწვევდი ჩემი გვერდის, YouTube გვერდის თუ YouTube არხის, რადგან თარქვით, მაგის სტატისტიკას და 85% გამოწვეული არ აქვს არხი. იცი ყურებს ვიდეოს. დადაპონტი. ეს ის ამაგრები? როგორი ხდება? არა, ეს არის ღილები. ან დასამოკლებელი დასაცმლის. სწორია. დასამოკლებელი, დასავიცროვებელი. გოდიში. შენითა, ეს ჩემი სამი არის, იმენა ჩემს. ლილოკოსთვის არის. ეს ჩემია. ეს კი სუპერზ მელოდება წინ. ძალიან კარგი. ეს ორი ნივთი თუ ერთად არის? ცალ-ცალკე. კაი. ეს რაღაც საპარსი ვარიანტია? მსგავსი რაღაცებისთვის. დასაცმლისთვის. აჰა, გასაგებია. ამ შემთხვევაში ჩემთვის ეგ დანიშნულება აქვს. ანუ ვიღაც ჩინელმა გენიოსმა რა იდეაც მისცა, ის არ ვარგა. მაგრამ შენი იდეა კარგია. გეთახმები 100%-ით. ეს ორგანიზერია რა. ამას ალბათ მასიურის. ხო? ძალიან კაი პლასტმასია. უნდა გავგლიჯოთ რა პარკიდან მინანება. მაგრამ გავგლიჯოთ. ой, იხსნება. სუნი არ აქვს. შენი პასია. ბოსნეულისთვის, სპანელისთვის, აი სტაფილოსთვის, კოვზებისთვის. კოვზი მასურის მეტი. კოვზი უნდა იყოს ნაცივაში. სხვა რა უნდა კოვზი? ჯერჯერობით კარგად მიდიხარ, თითქმის ყველაფერი გამოიცა. ტვინი. ეს პირადი ნივთია. ხო, შეტასავით 160 კი არ მაქვს, მაგრამ 90-ს ახლოს ვარ. ეს პირადი ნივთია. არა, ეგ შეგიძლია ახსნა. ეს ჩემი სიურპრიზია. იდეაში ჩემი სიურპრიზი როა პირადი ნივთი არ არის? ოპა. ერთ წუთი. პოტარა. ეს პოტარა, ეს ახსნა პოტარა. მაგრამ არა უშავს. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემი ზომები და ფორმები ძალიან კარგად იცი. დაახლოებით 5 წლიანი ერთად თანაცხოვრების მერე მეუღლემ გამომიწერა თემუდან მაისური 3 XL-ია ვამტკიცებს, ოღონდ ალბათ ჩინელთან ბუდიში, მაგრამ მე ალბათ მაღალი ჩინელისთვის. ეს მაგრამ მადლობა. ქუდია. ქუდი ვის? არ არის ქუდი. თუ ქუდია. ქუდი. ჩემთვის ხო? რაღაცა პატარა მაქვს. აშკარა ჩემთვის არის. ლილიკოსთვის? არა. ლილიკოს ეგ რო. რუსიკოსთვის? მოუხდება. რუსიკოსთვის დაჩემია. დედამთილიც არ დავიწყებია. ოჩახ. მომწონს. ძალიან მომწონს. კაი ხარისხია. თან შავია. დედაჩემს უყვარს კლასიკური ფერები. ასე რომ აქ უკვე ადგილი აღარ არის. მაგრამ დედიკოსთვის იყო და ხوار გადავაგდები. ეს გარედან ეთყობა რომ რაღაცა ორგანიზებასთან არის დაკავშირებული. არა. თან ელვასაკრავი აქვს.
ტანსაცმლის შესანახია. დიახ. ვა, თავიდან ვერ მივხვდი. მეთქი ჩემო მეუბნებამ გადაწყვიტა რომ ახალი ცხოვრება დაიწყოს და ნაწილ. ხოხდებით რა. კომფორტულია. რაღაცა ესე დააჭდი, დაჩეხავ, ან მარილს ჩავუყრი ყურში, რამე არ გაიმეოროთ. აღარ ეგეთი და მერე გაიტან. შეიძლება ტანსაცმლით ჩადო. ენადანება არ მიწიოს. გმადლობთ. გადავედით შემდეგ მიზე შეცოტავდა და ხელით ვიცანი. ისე ფიგერა, კარგად მაგდება რეალურად. მოგეთ და ჩამოვარდა? თუ გაიჩიშო. ხო დაჯდა, გიმბალი დაჯდა? არ ვიცი. დაჭირე წითელ. ბოდიში მეგობრებო, ტექნიკური ხარვაზე ქონდა, გიმბალი არ დაგვიტენია. ყველაფერი დავწენეთ, მაგრამ რა ვიცი, შუქი არ იყო. არა მეგეთი, ეხლა იდეაში ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ უკვე, რომ დავაბრალო მეცხრე ბლოგს. ბევრი თქვენგანს მეცხრე ბლოგი აზერ არ არის, მაგრამ ეს 90-იანების ხალხმა ვიცით. მოკლედ ისევ სტიკერი. გადავედით შეგნიცე. ოპა! ეს ჩემია? არა. ჩემია. ო, iPhone-ის case. რამდენი case გაქვს უკვე, ა? არც ისე ბევრი. რა კარგი პასუხია. და როგორ მომწონს? Happy. მიყვა ხარ ბუსი? გადმოვაგდე. როგორ დაიჭირე ჩემი როლი არ არის? ონიზი. კიდევ შედეგი მიცი? აი ეს უკვე აღარ ვიცი რა არის. ვიცი. ფეხზე გასაკეთებელია. ხო? წინდა კი. ფეხის წინდა. რაღაცა თავის მოვლის საშუალებაა. კაი. ოპა, რაღაცა მძიმე. ამიტომ საინტერესო იქნება. თან შეიძლება ჩემთვის იყოს. არ არის შემთხვევის. არა ჩემთვის. რა კარგი რამეა, სკრაბი. ისე არის შეცვლილი, რომ სულ მაინტერესებს. ვაუ! ვა, რა მაგარი სუნია. კი ეს მარტო შენთვის ხო არ არის? მარტო ჩემთვის არ არის. მაგრამ ჩემთვის არ არის, ხო? არა, შენ შეგიძლი გამოიყენო. იშვიათად. აუ, ძალიან უხდება. აჩვენი კაცი. ძალიან მოხდა თქვენს ტელეფონს. მე ძალიან მომწონს. მშვიდობაში. მარტო. ჯერჯერობით შემოვლე გემალებად. აი ეს ოპერატორია. და პრიქით ხდება ხოლმე, მაგრამ რა ვიცი. ხო, შეგვიცოდავდა დარჩენილი პროდუქტი და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ გამოიწეროთ არხი, ლაიქები, კომენტარები, დამეწეროთ თქვენი აზრი რაც იქოთ ამ ნიუთებზე, თემუდან თუ იწერთ ხოლმე ზოგადად ნიუთებს და რას? არა შეგხვედრიათ ყველაზე სკვად მოულოდნელი, ხას აღარ ელოდით, ან აღარ გახსოვდათ, ან შემთხვევით ხოლმე ჩამოვიდეთ რამე. ისიც ერთად არ ელოდით. ეს ისევ რაღაცა, თავისუფლების საშუალება არ არის. ეს არის ალბათ ისევ მეტალის დასაფარი. კი, სწორედ გამოიცანი, ორი სხვადასხვა გამოვიწერე გასატესტად. ვაუ! ცუდი სუნია? ცუდი რა, საღებავის სუნი აქვს. იმედი მაქვს რომ გავუბონო საღებავს. რო გაშრება. კოკარა დავახურე. თუ რეგო დაისხას. რაღა დაგვრჩა. ეს 4 ფურცლები დახრეული?
არა, ეს სტიკერი. სტიკერი, რომელზეც წარალი თეთრბურცელი. ზოგადად როგორ მესროლე? ოპა. ეს რა საინტერესოა. ხელსაბამია? არა. ფეხსაბამია? არა. ხელსაბამია? არა. ხელსაბამი რაღაც უცნაურად ხედა. კი სერზე გასაკეთებელი არ არის ეგ. არა. სამშვენის ხო? არა. ხო. რამე საკიდია, ტანსაცმლის არის ალბათ ხო მაშინ? არა. კაი, დაგინებდი, არ ვიცი. ბიუსჰალტერის სტრეპი. ხო, სიტყვა სტრეპი არ ვიცი რას ნიშნავს, წარმოგიდგენა არა მაქვს, მაგრამ მე ვნახავდა თქვენ ვერ. კაი. ნახან ბიუსჰალტერს ეხება. ესე ნელა ანას და დავდო თავის ადგილას. ეს ფანქარია ალბათ ხო? რაღაცა შესაღები. წასასმელი, წასათითხნი. არა. აბა, პომადა. არა. აი, უნდა გავხსნა მაშინ. შენი კლუბი. ახლოს ხარ. გოფუჭებ? აჰა, ანუ თბილას ხელა ვითამაშოთ, ხო? თუ ციბაც ხელა. არ ვიცი, რაღაცა სკრაბის ვარიანტია კანისთვის? ფრჩხილებთან ახლოს იყავი. ნუნების სკრაბია რა. ნუნების სკრაბი. 4 წალი. ეს მე-5-ს რო ყოფილიყო თითო-თითო თითო-ზიდამდე. კარგი მეგობრებო, ეგ იყო სულ. ეხლა ჩვენ ამას ვერ დალაგება მოგვიცავს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო. რა სახარისო ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს ჩვენთან ერთად გაერთეთ. კიდევ ერთხელ მადლობა, ვინც აქამდე გვიყურეთ და ლაიქი, კომენტარი, subscribe და ზარის ღილაკი. მოგეთ გამოიწერეთ არხი. მადლობა რომ გვიყურეთ. დროებით შეხვდებით, თორსა შეხვდებით.